მოდით ახლა თანმიმდევრულად ჩამოვთვალოთ ციფრული ნარცისიზმის მარკერები. ქალმა ყოველდღე რაღაც პოსტი ან სტორი უნდა დადოს თავის სოციალში. განსაკუთრებით სახიფათოა თუ ტუალეტის ან ლიფტის სარკესთან გადაღებულ ფოტოსტებს. უბრალოდ წარმოიდგინეს, სარკე დაინახა თუ არა იგრევე ამოიღო ტელეფონი რომ ფოტო გადაიღოს. ეშინოდეს ისეთი ქალების, რომლებიც ცარიელ ფილოსოფიას პოსტავენ, როგორიცაა გიყვარდეს შენი თავი, შენ მეც იმსახურებ, სამყარო შენ საუკეთესოს გიმზადებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს სიბრძნესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეგ ყველაფერი არის უბრალოდ მისი პარაზიტული ქცევის გამართლება. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგე ისეთ ქალს, რომლის დაქალებიც ყველა მისი ფოტოს კომენტარში წერენ ყველაზე ლამაზი ხარ, ქალღმერთი ხარ, უმაგრესი ხარო. ის კი მათ პასუხობს: მადლობა საყვარელო, ძალიან მიყვარხარო. ეგენი უბრალოდ დაქალები კი არ არიან. მათ საკუთარი სასტუმრო აქვთ გახსნილი სახელად ნარცისტთა კლუბი. ერთი ეუბნება შენ ქალღმერთი ხარო, მეორე კი პასუხობს შენ დედოფალი ხარო. ქალის პროფილზე კიდევ უნდა მიაქციოთ ყურადღება ტოქსიკურ პოზიტივს. როდესაც 24/7-ზე სტორებში იღიმის, უყურებ და ხვდები რომ ყალბი ღიმილია და რაღაც თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. ხოლო ყველაზე რედ ფლაგი კი არის, როდესაც ქალი პირდაპირ წერს რომ უნდა რომ იყოს სასურველი, ქალური, განსაკუთრებული, ერთადერთი და ასე შემდეგ. სინამდვილეში ის მაგით პირდაპირ და ღიად აღიარებად ჩვენებას გაძლევს რომ არის ემოციური პარაზიტი. ის პირდაპირ გეუბნება: მე ცარიელი ქალი ვარო, შემავსეო,